ამ ელჩების დამოკიდებულება არის შემდეგი და რატომ გამოვიდნენ ეს აშკარად? თვითონ უშუალოდ რატომ გამოვიდნენ? ასპარეზზე. თქვენ თუ გახსოვთ ამერიკის წინა ელჩი, რომელსაც დეგნანი დავალება ჰქონდა, რომ უნდა გადატრიალება მოეხდინა, ეს ხო უკვე ღია იყო, მე განსაკუთრებით გავიგეთ, რომ გადატრიალება უნდა მოეხდინა და შედეგი უნდა დაედო. იმისთვის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანაში უნდა შეეცვალა ხელისუფლება. ჯერ დაიწყო სასამართლოებით, არაფერი არ გამოვიდა, ვერ ჩაიგდო ხერში CSKO, ეს ყველაფერი დახურული არხებით მიმდინარეობდა, მერე გამოვიდა უკვე აშკარად დაპირისპირება იყო ხელისუფლებასთან. სანქციები, მოსამართლეების სანქციები მაშინ დაიწყო. სასამართლოებში ჩარევა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რომ ვერ გააკეთა, უკვე ბოლოს მიწურულს სხვა გამოსავალი აღარ ქონდა დარჩენილი, ეს ამას ხო NGO-ების მეშვეობით ხან ვეტინგზე იყო საუბარი. ზურგს ამოფარებული იყო. მერე უკვე თვითონ გამოვიდა ასპარეზზე, თვითონ ხვდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ემუქრებოდა, რომ მე თქვენ ამას გიზავთ, ჩამოგაგდებთ, თუ რაღაცა ამ კანონს მე რუსულ კანონს დავარქმევ და განახებთ რა იქნება. ღიად აღარაფერი აღარ იმალებოდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა შესასრულებელი თავისი მისია წეგან აღნიშნეთ რაც იყო. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა დღეს ევროკავშირის ელჩი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დროებით გაიწია და გაჩერდა, მისი ფუნქცია იყო ევროკავშირის ელჩმა. ეს ელჩი უკვე რომ აღარავის იმედი რო არ გაქვს, რომ ვინმე რამეს გააკეთებს. ყველა რომ დაცემულია. მისია შესასრულებელი გაქვს, სხვა გამოსავალი აღარ გაქვს. ამიტომ რა უნდა გააკეთონ? ეხლა რანაირად შეიძლება ქვეყანა დაიმორჩილო, როდესაც საზოგადოება არის თქვათ რაღაცა განათლებული, ეკონომიურად ძლიერი ქვეყანა. ვერ იმორჩილებ იმას, ძალით შეიძლება, ძალით. ქვეყანა და სუვერენიტეტი აქვს მყარი. ვერა ხო გამორიცხულია რა. თქვათ რაღაცა იმის გერმანიის რაღაცა გამოშტერებულმა ელჩმა, რომელიც სხვათა შორის გუშინ განცხადება გააკეთა, რომ თურმე იმ პროცესებზე ხო დადიან ელჩები, ჯერ ესეც კონვენციის დარღვევაა, როგორ შეიძლება პირდაპირ ზეწოლაა მოსამართლეზე. თან მოსამართლეს ასანქცირებენ. მოსამართლე არის დასანქცირებული. არა, მოსამართლე უყურებს ელჩს, რომელიც იქ ყოფნით ეუბნება, რომ თუ შენ ჩემთვის არა, უკვე დასანქცი. აი, იმ ხალბატონ პოლიციას ხელი გაარტყა. ხო. რა ქვია? არ მასუქელი. ხო? მზია. ამაშუკელი. ბათუმში მის პროცესს ესწრებოდა გერმანიის ელჩი. ხო. და ის მოსამართლე არის დასანქცირებული. ხო, ზეწოლა აღარ არის. შემდეგ რომ გამოვიდა, რომ შეეკითხნენ, რომ როგორ თქვენთან გერმანიაში რომ ვინმე ხელი გაარტყასო პოლიციასო, დაჟადი არ არისო და როგორ არ არის დაჟადიო, მაგრამ ისო რა ქვია? ამაღლობელი ამაშუკელია. დაჟადი არისო, მაგრამ საკმარისია უკვე 4 თვე ზიისო და ანუ უკვე უნდა გამოვიდა. ზომა განუსაზღვრა. ანუ ზომებსაც უსაზღვრავენ უკვე თავის აგენტებს.